სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ბასილი დიდის წირვა აღვასრულებთ და რატომღაც ყოველთვის მინდა ხოლმე შეგახსენოთ, იმიტომ რომ დრო გადის და მრევლი უნდა იზრდებოდეს და უნდა ნელ-ნელა უნდა ათვისნობიერებდეს წირვის შინაარს. ერთი ჩვენ ვიცით რომ ვიცით ეს ყველამ რომ ესე იგი წირვაზე რომ მივდივართ ჩვენ მივდივართ ეკლესიაში რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ გამლილი 6 დღისათვის. ეს ძველი აღთქმიდან მოდის ეს მცნება ისი თქვენ ეს მცნება არის მეოთხე მცნება რომელიც ესე ჟღერს 6 დღე იქმნოდე და ქმნე მაშინა ყოველივე საქმე შენი ხოლო დღე იგი მე-7 არის უფლისა ღმრთისა შენის. რა თქმა უნდა ახალი აღთქმის სულიერი შინაარსი მეტი არის და შეიცვალა ამ ხრივ მცნება არ შეცვლილა. ცანი და ქვეყანა წარხდებიან, ხოლო ჩემი სიტყვები არ წარხდებიან ამბობს უფალი და ჟული არ შეცვლილა, მცნება არ შეცვლილა, მაგრამ თუ ძველ აღთქმაში მე-7 დღე იყო უქმობის დღე და მთელი რიგი განწესებები იყო ამასთან დაკავშირებით იმდენად კაცრად ითხოვებოდა ეს ჟული ძველი აღთქმის ერისაგან რომ თუ ვინმე დაარღვევდა აი ამ ცნებას ქვებით ჩაქოლვა იყო მისთვის განჩინებული. ახალ აღთქმაში რა თქმა უნდა ქვებით არავინ არ ქოლავს და ნუ იყოფინ ესეთი მიდგომა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ როდესაც 6 დღე გადის და ჩვენ გავხედავთ და ავი გვაქვს თუ კარგი გვაქვს თუ როგორც ავართ ვიცით რომ ყველაფერი უფლისგან გვაქვს და მადლობა გვიღირს ამისათვის. იმიტომ ერთი შინაარსი წირვისა ვიცით რომ მივდივართ წირვაზე და თუ ვინმე შეგვეკითხება შენ რას წირავ ახლა რომ მიდიხარ ეკლესიაში რას ვეუბნებით? მადლობას, ხო? ვიცით ეს ჩვენ რომ მადლობას წირავთ უფალს, მაგრამ რა თქმა უნდა წირვის შინაარსი მარტო ამით არ შემოიფარგლება. ბასილი დიდის წირვა აღვასრულეთ ჩვენ დღეს და აქ ადრეს გავამახვილე ამაზე თქვენი ყურადღება, მაგრამ არ იქნება ურიგო კიდევ რომ გავამახვილო თქვენი ყურადღება ამაზე. ერთ-ერთ საიდუმლო ლოცვაში, საიდუმლო ლოცვა იმიტომ ქვია ამას რომ ეს ადრეულ საუკუნეებში მრევლისგან რაღაც გამოცალკევებულად როცა იდგა სასულიერო პირი და აი ამ ლოცვებს კითხულობდა და ეკლესიაში მაშინ კათალიკმეველთა ინსტიტუტიც იყო და ეკლესიაში შეიძლება წარმართებიც ყოფილიყო და ამის გამო რაღაც ლოცვები მარტო ღდელი კითხულობდა თავისთვის. რა თქმა უნდა დღეს ეხა ეს შინაარსი უკვე აღარ არის, იმიტომ რომ მრევლი დგას და ლოცვას ისმის ჩვეულებრივად და ამ ლოცვას საიდუმლო ლოცვები ქვია და ერთ-ერთ საიდუმლო ლოცვაში წერია ესე რომ უფალი როდესაცო იმ მღვდელმოქმედ ანუ დააწესა ზიარების საიდუმლო, ხო აი მთელი ეს წირვის მსვლელობა ჯერ პროსკომიდია ქვია, კვეთ აღესრულება, მერე კათალიკმეველთა ლიტურგია არის და მერე არის მართალთა ლიტურგია. ყველაფერი ეს აი მთლიანობა შინაარსი, ესე იგი რა არის რომ ხდება მომზადება ქრისტეს იკურთხება ძღვენი და ადამიანები ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს. და როდესაც უფალმა ეს საიდუმლო დააწესა, მაშინ თქვაო ბასილი დიდი ამბობს. ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი ესენი არიან ეკლესიის უდიდესი მამები, სვეტები ეკლესიისა, თუ შეიძლება ესე ითქვას. და ეკლესიაში რომ მოდივართ, ხან იოანე ოქროპირის წირვას ვწირავთ, ხან ბასილი დიდის წირვას. აი წარმოიდგინეთ რომ ამდენი საუკუნეებია ესე მოდის, ხო, რამდენად დიდები იყვნენ. მანამდე თქვენ ისით რომ ლიტურგია არ იყო ესე დახვეწილი, უბრალოდ აღესრულებოდა შეკრება ქრისტიანების, იკურთხებოდა ძღვენი და ეზიარებოდნენ. ბასილი დიდი ამბობს რომ როდესაც დააწესაო საიდუმლო, აი ახ დღეს აი ამ წირვის დროს არის ეს ლოცვაო, ასე უთხრაო რომ მოციქულებს რომ ამას ყოფთით მოსახსენებელად ჩემდა. ესე იგი რითი დავიწყე საუბარი რომ წირვის განმარტებაზე გელაპარაკე, ანუ რას ნიშნავს რომ ჩვენ რომ ვიკრიბებით რომ მარტო ის თქვით, ხო კი წირა მადლობას, მაგრამ უფალი ესე მოძღვრავს, ესე მცნებას აძლევს. იქ იოანე ოქროპირის წირვაში აი ამ ლოცვის დროს წერია რომ მცნება მოგცაო, მაგრამ მთლიანობაში არ არის გაშლილი აი ამ ლოცვის შინაარსი. ბასილი დიდთან გაშლილია შინაარსი და რას ეუბნება, ესე იგი ამას ყოფთით მოსახსენებელად ჩემდა, უფალი ეუბნება მოციქულებს
პირველად როდესაც აზიარა, აი საიდუმლო სერობის ხატი არის ჩემს უკან ზემოთ და ამას ყოფთით მოსახსენებელად ჩემდა, რამე თუ რაოდენ გზისა სჭამდეთ პურს ამას და სასმელს ამას მიდეთ, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. ესე იგი ჩვენ ვიკრიბებით წირვაზე, კიდევ მეორე განმარტება ახლა. ეს ეტაპობრივად ალბათ უფრო დაგვამახსოვრდება. ანუ მეორე განმარტება მოისმინეთ, ხო? ესე იგი, რაოდენ გზისა ვიკრიბებით და ვეზიარებით, სიკვდილსა ქრისტესა მიუთხრობ და აღდგომასა მისა აღიარებთ. თავარი ღერძი ჩვენი სარწმუნოების. სიკვდილსა მისა მიუთხრობთ, რომ მოკვდა უფალი ჯვარზე ჩვენთვის და აღდგომასა მისა აღიარებთ. აი, კიდევ ერთი განმარტება დავიმახსოვროთ წირვისა, ხო და მერე წირვის ბოლოს მოდელი კითხულობს ესეთ ლოცვას. აღესრულა და სრულ იქნა ძალისაებრი ჩვენისა ქრისტე ღმერთო ჩვენო განგებულებისა შენისა საიდუმლო, რამე თუ პოვეთ სიკვდილისა შენისა მოსახსენებელი ვიხილეთ აღდგომისა შენისა სახე. გესმით? ანუ წირვის ბოლოს ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ აღვასრულეთ. ხო? ეს რაც შეეხება კიდევ ერთ-ერთი განმარტება წირვის. ეხლა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ აუცილებლად, უბრალოდ ეკლესია ეს კვირეები დიდმარხვის პერიოდში პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმი იყო, მეორე კვირა არის წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება არის, ეხლა ამაზე გვექნება საუბარი ორიოდე სიტყვით. მესამე კვირა არის ჯვრის თაყვანისცემა, მეოთხე არის იოანე კლემაქსის კიბის ამწერებლის, მერე არის მარიამ ეგვიპტელის. აი თქვენ რო აი ამ კუთხით რო გადავხედოთ ჩვენ ამ კვირეებს. ესე იგი დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი სულ სხვა შინაარსი იყო და ამაზე ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ და ამაზე აღარ დაუბრუნდებით, მაგრამ დიდმარხვის პერიოდის კვირიაკები სულ სხვა შინაარსის არის და მეტნაკლებად რო ვიაზრებთ მე დიდმარხვის პერიოდის კვირიაკები ჩვენ რას მოგვითხრობს განსაკუთრებულად დედა ეკლესიამ მოგვითხრობს ჩვენ იმ ბრძოლას, რომელიც ბრძოლაც გამოიარა დედა ეკლესიამ და ამით ფიქრობ, რომ ამით ჩვენ გვეუბნება გვანუგეშებს, რომ თითოეულ ჩვენთაგან ჩვენი წილი ბრძოლა გვაქვს, ჩვენი წილი განსასწრელი გვაქვს, ეს იქნება სხვადასხვა სახით, გინდათ ადამიანების სახით, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობის სახით, თუნდაც სხვა რაღაცა მხრივ დაუშვათ მატერიალური რაღაცა სახით იყოს, 1000 გვარი რაღაცა შეიძლება ჩვენს გარშემო ბრძოლა იყოს და ეკლესია ჩვენ ესე იგი იმით რომ წინაკვირა მართლმადიდებლობის ზეიმი იყო და ნახეთ როგორი ბრძოლა გამოიარა ეკლესიამ ხატმე ბრძოლების ერესის დასამხობად, ხო? და მეორე კვირა არის ეხლა და გრიგოლ პალამა, გრიგოლ თესალონიკელის სცენება არის და მოგვითხრობ ჩვენ ეკლესია თუ რა ბრძოლა გამოიარა, აი წინა კვირას გითხარით რომ ესე იგი ერთ-ერთი პატრიარქი მეთოდი ხატმე ბრძოლების დროს ცოცხლად დამარხეს. და ვინ? თვითონ ეკლესია შიგნით. წარმოიდგინეთ. ეხლა ვიზეც ვლაპარაკობ წმინდა გრიგოლ პალამა განყენებული იყო საერთოდ და ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი პატრიარქის დროს, იოანე პატრიარქმა განაყენა მსახურებიდან და დააჭერნა ციხეში ჩასმევით. რის გამო? ეხლა თქვა ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, მის შესახებ წმინდა გრიგოლ პალამა მცირე აზიაში დაიბადა თურქების შემოსევების დროს ისინი კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ, მისი მამა ოჯახი კეთილმსახური ოჯახი იყო, მისი მამა საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი იყო იმპერატორის კარზე, ანდრონიკე მეორის იმპერატორის კარზე და შემდგომში, როდესაც გრიგოლი წამოიზარდა, მისი გამორჩეულობით, მისი გონება-מחვილობის გამო და განათლების გამო უნდათ ისიც რომ ძალიან მაღალ თანამდებობაზე დაეყენებინათ. მაგრამ მან უარი თქვა ამ ყველაფერზე და 20 წლის ასაკში იგი ორ ძმასთან ერთად მიდის ათონის მთაზე და ვათოპედის მონასტერში შეუდგება მორჩილებას. ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის წინამძღვრობით. შემდგომ მისი მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ მერე მისი დედას და დების მონაზვნები ხდებიან, მამა გარდაიცვალა. აქ მას ეცხადება წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და განამტკიცებს მას აი ამ მომავალ ღვაწლში. მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ წმინდანი
გადადის ათანასეს ლავრაში, ათანასეს ლავრა ათონისთაზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მოგვეხსენება ხო ჩვენი მამები იმ თავიდან აი იოანე ექვთიმე გიორგი მთაწმინდელები იმ თავიდან ესე რომ ვთქვათ ძმური და მეგობრული კავშირი იყო აი ამ ლავრასთან ჩვენი მამების მიერ მე თავიანთი ააშენეს ივირონის მაგრამ სანამ ააშენებდნენ იქ იყვნენ შეგედლებულები ასე რომ ჩვენთვის ეს ძალიან მახლობელია ეს ლავრა მერე გადადის გლოსიის სავანეში სადაც განიმშვალა წმინდანი ისიხაზმის სულით ისიხაზმი აი რა არის ეს რა ღვაწლი არის ისიხაზმი ზოგადად სიტყვა ბერძნული სიტყვა და დუმარებას განმარტოებას გამხოლოებას ნიშნავს ეს იყო ლოცვის მთელი რიგი რაღაც აი ეთიკურ ასკეტური რელიგიური სწავლება რომელიც აი როგორ უნდა იდგე ლოცვის დროს მაგალითად იესოს ლოცვის შესახებ გულის ანუ ყველაფერი გათვალისწინებული იყო აი ამ ლოცვის დროს და თავარი საკითხი რაც იყო რომ ესე იგი ადამიანის ამაღლება იმ სულიერ სიმაღლეზე რასაც ქვია თაბორის ნათელი თაბორის ნათელი ხომ იცით თაბორის მთაზე პეტრე იაკობი და იოანე რო წაიყვანა უფალმა და ფერი რო იცვალა მათ წინაშე და იმდენად დიდი იყო ეს ნათელი რომ ვერ დაიტიეს მოციქულებმა და გახსოვთ ეს ამბავი თქვენ შემდეგ ესე იგი ეს ისიხაზმი ეს ღვაწლი ლოცვისა მე-4 საუკუნეებში მამების მიერ იყო შემუშავებული ანუ ლოცვის გარკვეული ესე რომ ვთქვათ წესები არის შემდეგ კონსტანტინოპოლში ნუ 1326 წელს მიდის წმინდანი თესალონიკში მისი ცხოვრება აი როგორი იყო რო ვიცოდეთ რა აი ასკეტური ცხოვრების ცხოვრობდა მეუდაბნოე ცხოვრების ცხოვრობდა მაგრამ არ იყო მოწყვეტილი საერო ცხოვრებას კვირაში 2 დღე გამოდიოდა ქადაგებდა ხალხთან მოდიოდა ახალგაზრდებთან ჰქონდა პაექრობა საღვთისმეტყველო რომელსაც წმინდანი პატრიარქი ხელმძღვანელობდა მომავალში პატრიარქი სერგი და აი ესეთი ცხოვრები ცხოვრობდა 1328-30 წლებში კონსტანტინოპოლში ჩამოდის ერთ-ერთი მეცნიერი ვინმე ბერი ესეთი რომელმაც ესე იგი რომელიც აი ყველა ცნობილი იყო თავისი განათლებით მან კათედრა მოითხოვა უმაღლეს სასწავლებელში და დაიწყო ლექციების კითხვა წმინდა დიონისე არეოპაგელის აპოფატიკური ღვთისმეტყველების განმარტება. აპოფატიკური ნიშნავს საიდუმლოს, შეუცნობელს, მიუძღვნელს და შემდეგში, როდესაც მან გაიგო ვარლაამი ერქვა აი ამ ბერს, შემდეგში, როდესაც მან გაიგო აი ამ ისიხაზმის ესე აი ღვაწლის შესახებ, დაცინვა დაუწყო ბერებს და როდესაც გაიგო აი თაბორის ნათლის ხილვის შესახებ დაცინვას დაამატა ის რომ წვალებლებად შერაცხა ისინა მას საკმაოდ ბევრი მიმდევრები გაუჩნდა და ეკლესია ამ ხრივ შეექმნა საფრთხე და გამოირჩეოდა მასთან საღვთისმეტყველო პაექრობაში და ამარცხებდა მას მინდა გრიგოლ პალამა აი ცნობილიც არის მისი ძეგლის როგორც ასეთი შემორჩენილი მისი აი ამ სახელმძღვანელოსი წერილის რომლითაც იგი ამხელდა ბარლამს ათონისთაზე იქნება ტრიადები ისიხას და დასაცავად და მერე მთის ბერებმა ერთობლივი ესე ტომოსი ქვია ამას წმინდა მთის ტომოსი პასუხი გასცეს აი ამ ბარლამს 1351 წელს სიტყვიერი პაექრობის შემდგომ კონსტანტინოპოლში კრებაზე საბოლოოდ იქნა დამხობილი ბარლაამი, მაგრამ შემდგომ გრძელდებოდა კიდევ აი ეს წვალება როგორც ხატმებრძოლეობის და საბოლოოდ იქნა ლაქერნის კრებაზე 1351 წელს დამხობილი აი ეს ერესი და ამის გამო წმინდა გრიგოლ პალამამ ძალიან ბევრი დევნა და იწროება დაითმია და დღევანდელ დღეს 1359 წელს გარდაიცვალა წმინდანი და 1368 წელს იგი შერაცხეს წმინდანად და
აი ამ ღვაწლს მოგვითხრობს მოკლედ დღევანდელ დღეს ეკლესია და კიდევ ერთხელ შევგვახსენებ ჩვენ რომ აი როგორი ბრძოლით მოდის მართალი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა დღემდე. შეგვაძლებიოს ჩვენც უფალმა აი ამ ჩვენ წილ ბრძოლებში რაც გვაქვს ჩვენს გარშემო ძალიან მცირედი არის უფალი იმდეს უშვებს რამდენიც შეგვიძლია იმდეს აღარ უშვებს. იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი იმდენად დასუსტებულია რომ ძალიან მცირედი განსაცდელი ეშვება ჩვენ განსაწმედელად, ჩვენ საცხოვნებლად, აი ამ მცირედში აუცილებლად სარწმუნო უნდა გამოჩნდეთ ჩვენ და იქნება ესე მეოხებითა წმინდისა ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ პალამასი, რომელსაც ახსენებასა ჩვენ აღვასრულებთ და მადლითა, წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე ამინ